კომენტარებში დამიწერეს, რომ ეფექტი არ ჩანსო და თან ცოტა უსიამოვნო მომენტი ხარ, რაღაც ვაკეთებ ეფექტი არ ჩანს და გატყუებ თუ რა არის. ამიტომაც ახლა გამომყევით, ფერად ტყავს გაჩვენებთ და ფერადი ტყავი გავწმინდოთ უნივერსალური მშრალი ქაფით, ჩვენი ჯადოსნური ჯაგრითი და ფიბრით. ხო, მანამდე შეგიძლიათ სლებეთის ახალი მერჩი შეაფასოთ, რომელსაც აწერია Born to Play, ანუ დაიბადე რომ ითამაშო და მოემზადე თამაშით იმისთვის, რომ მოკვდე მდიდარი. რა თქმა უნდა, სარკასტული ნათქვამი არის, მდიდარი ვერავინ ვერ მოკვდებით, თუ თამაში დაიწყებთ, იმიტომ რომ რაც გაბადიათ, ყველაფერს დაკარგავთ და სლებეთი არის აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ყველა შეგვიძლიათ შემოგვიერთეთ, სლებეთი არ არის ჩემი, სლებეთი არის, სლებეთი არის ყველას. ვინც ილაპარაკეთ, რომ აზარტული თამაშები არ ვარგა და იტყვირებთ, არ ვიცი მე, განცხადებას გა Facebook-ზე სტატუსს და რასაც რომ იტყვით, რომ არ ვარგა და უნდა მოვერიდოთ და არ უნდა გავაუქმოთ, არც ვინმე არ უნდა დავაბულინგოთ, ან მოვკლათ. არა, მარტო უნდა ვთქვათ, რომ აზარტული თამაშები არ ვარგა. ეგ არის სლებეთი, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავისი არ არის. აბატონო, ეხა ფერად ტყავს ავიღებ და ერთად გავწმინდოთ. თან ჩემი თვალითაც დაგანახეთ. ეხა ნახეთ, ამასაც ჩავთავ და კადრებს ვათამაშებ. დავიწყეთ მშრალი ქაფი და ცხენის ზღვის ჯაგრისი. დავიწყეთ გაწმენდა. შეიძლება ეხა ვიდეო ცოტა გაგვიწელოს, იმიტომ რომ ცოტა გრძელი მონაკვეთი ავარჩიე და რადგან ფერადი არის სკამი, ანუ წითელი, ცოტა მეტხანს მოუწევს მუშაობა. ვასხავ რამოდენიმე წვეთს და წმინდა ვიქამდე, სანამ არ შეიცვლის ეს თეთრი ქაფი, ფერს და არ გახდება ყავისფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაისვარა და ისევ ჭირდება ახალი ქაფის დატანება. პერიოდულად გადავწმინდავთ აუცილებლად ნაჭრით. ხელის წრიული მოძრაობით იწმინდება ნატურალური ტყავი, არა ნატურალურიც. რატო იწმინდება? ამასაც აგიხსნით. ნახეთ, ჯაგრისის ბოლო წეტი, ესე რომ ვთქვათ, არ უნდა ეხებოდეს უხეშად ტყავს და როცა ჩვენ წრილად ვატრიალებთ, იხრება. ნაშენებს იხრება, ნახეთ, ესე ხო არის, წელს რო დაატრიალებთ, აი ესე გადაიხრება. და მთლიანი ჯაგრის იმუშავებს და არაწვეთ. შესაბამისად, თქვენ გექნებათ გარანტია, რომ არ დააზიანოთ ნატურალური ტყავი, იმიტომ რომ ძალიან ფაქისი და ძვირფასი მასალა არის. გავაგრძელეთ ახლა ჩვენ წმენდა კიდევ ორჯერ გავწმენდა. მანამდე გაგესაუბრებით სლებეთს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სლებეთი არ არის რაიმე სახით ფულის გამომუშავების კამპანია. აქ სლებეთზე ყველაფერი ხდება უფასოდ. ჩვენ არ გვაქვს ანგარიშის ნომერი, არავისგან რა თქმა უნდა ფულს არ ვითხოვთ იმაში, რომ ვილაპარაკოთ სიმას. შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთაგან შემოგვიერთდეთ და სლებეთის მერჩები დევს საიტზე. თუ დაუშვათ თქვენ გექნებათ სურვილი, რომ დაამზადოთ ესეთი მაიკა, შეგიძლიათ მერჩი აიღოთ და ნებისმიერ სარეკლამოში მიიტანოთ. ან თუ გნებოთ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის მიიღოთ, საბითუმო კი არა და როგორ გითხრათ, რაი საბითუმო შემეშალოთ კაცო, არაკომერციულ ფასად, ჩვენ ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი დაგვიკავშირდა და სურს რომ შემოვერთდეს ჩვენ კამპანიას და ამის შესახებ ინფორმაციას ძალიან მალე მოგასწროთ. მანამდე შეგიძლიათ თქვენი გააკეთოთ მაისურები, იმიტომ რომ ბევრი წერთ კომენტარებს მაისურები გვინდაო, ხოლო როცა ჩაეშვება უკვე წარმოებაში ის რაც მე გითხარით, კიდევ ძალიან ბევრი ინფორმაციას მოგაწვით ამასთან დაკავშირებით. აჰა, მესამეჯერ წმინდავ და ერთად ვაფასებთ შედეგს, რამე ადგილი ხო არ გამომჩა, რის გამოც მე თქვენ ისე ვიტყვით, რომ შეეფექტი არ ჩანს. აგერ ბატონო, წრიული მოძრაობით, კარგად გავწმინდავ ტყავს. იცით რა არის? ამ ყველაფერს მე იმიტომ კი არ გასწავლით, რომ ჩვენ სერვისში კონკურენტები კი არა და კლიენტები შევამციროთ. არა, ძალიან ხშირად მაგალითად არის მომენტი, რომ მანქანა ვერ მიყვავს სქიმწმენდაზე და ზაფხულის პერიოდიდან გასვლის მერე უეჭველი ჭირდება მანქანა სქიმწმენდა და რატო? რომ მოვიდით ზღვას, მთას, ბარს, რა ვიცი, ხო? ზაფხულში ადამიანები შედარებით თხლად იცოვენ. რას ნიშნავს თხლად ჩაცმა? ნიშნავს იმას, რომ სხეულის ეხება ჩვენი კანი, მაგალითად ხელი ან შორტი, ფეხი, გუები კიდე მოკლეკებით დადიან და ყველაზე მეტად ცვრის ნატურალურ ტყავს ადამიანის სხეული და ადამიანის ცხიმი. ამიტომაც ყველა ვარიანტში, რომ გადავაგორებთ სეზონს, ჭირდება გაწმენდა და მე რა თქმა უნდა დამცავი კრემით დამუშავება. რა რა გავაკეთე ხო? 2 წუთის არ დამჭირდა. ეხა ამას გავაშრობ. სად არის? ფენი გამიქრეთ თქვენ აქედან, რომელიც სანამ ვიდეოს დავიწყებდი, გავამზადე. სად წავიდა ფენი? აი, არ გვინდა ფენი. მოდი შეხედეთ, ჩანს თუ არა ეფექტი მითხარით. ეხა თუ კიდე ვინმე დაწერთ, რომ ეფექტი არ ჩანსო, მოდი ავდგეთ და ჩვენი ოპერატორი მოვკლათ თორე, აბა სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. მომეფენი? აბატონო, გავაშრობთ კიდე თქვენ თვალწინ, რომ კარგად ნახოთ შედეგი. იმიტომ რომ არ გეგონოთ, რომ სველია და მაგიტოა. აბატონო, კარგად დააკვირდით. აჰა, ეხლა თქვენ გადაწყვეტთ, აღიარებთ, რომ შედეგი ჩანს თუ ჩვენი ოპერატორი პირდაპირ დავმარხოთ ჩვენსავე გარაჟში და გავაკეთოთ ჩვენი ოპერატორის სახელობის ბოქსი.